მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მე რა ხო და დღეს ვიღებთ ისევ DLS მეგობრებო, კაი ხანია DLS-ი არ გადაგვიღია და დღეს რა თქმა უნდა მარტო არ ვიღებ DLS, ვიღებ ჩემ მეგობარს, უნდა შევეჯიბრო ერთ-ერთზე. ეს არის ჩემი უმაგარესი გუნდი, რომელიც, რავი, ერთ წელში, მაგრამ მოვაწყვე, უბრალოდ 2 წელი დამჭირდა. არა, 1 წელი დამჭირდა, იმიტომ რომ ის 1 წელი სხვა აკაუნტი მქონდა. ერთ წელში აი ასე მაგრამ მოვაწყვე და კიდევ ვაწყებ რა. ეხლა დემბელეს ვყიდულობ 86-იანს და ჩემი მეგობარი ვერ ითმენს აუცილებლად უნდა ვეთამაშო. და აქვე გეტყვით რომ ჩაერთოთ თუ გინდათ თამაშდება 20 თუ 30 მილიონი კარპარკინგში, ვინც მოიგებს რავი, ასე დრაგი იქნება რა, შევეჯიბრებით ერთმანეთს კარპარკინგში და ვინც გააცებს, ბევრი ადამიანი ვიქნებით, მე მინდა რომ ან 6 ვიყოთ, ან 8 ადამიანი იყოთ, რა და მიიღოთ რა გათამაშებაში მონაწილეობა და ჩაერთოთ რა ამ გათამაშებაში. მანამდე ეს არის დემეტრეს შემადგენლობა. ეს არის ჩვენი სამი მსაჯი, რომელიც კარგად იმსაჯებს იმედია. ჰალანდი, რაფინია, პაჩო, რავი, მაგარი ფეხბურთელები ყავს. ეს ჰალანდი მოვიდა ჩემი დრო, მოვიდა მაგარი სეივი გააკეთა მართლა ალისონმა. ნამდვილად მაგარი სეივი გააკეთა. აქ დემეტრე მიტევს, დემეტრე ჰალანდი დაარტყა ჰალანდმა და პეტაპი ხელებში მისცა ალისონს ეს ბურთი. რივალდო არ გამოვიდა ეს რივალდო. არა დაარტყა. მაგარი დარტყმა კი იყო, მაგრამ ავაცილეთ არაზუსტი იყო, მაგრამ ისე ჩემი აზრით გავიდოდა რა გოლიდან. ხო კიდე მეგობრებო, 2 კვირა და ვაფშე დაკარგული ვიყავი, არ ვიღებდი ვიდეოს. რავი, ამ მქონდა იდეები ვაფშე აღარ მაქვს რა გადავიყო, ანუ კარპარკინგს ვეღარ ვიღებ, ვერაფერს ვეღარ ვიღებ და ეხა იდეა მაქვს, რომ გათამაშება გადავიყო, სპეციალურად გავყიდე 1 მანქანა 30 მილიონად, რომ ეს გათამაშება გადამიღო. არა, ეხლა ძალიან ცუდად თამაშა და ასე თუ კიდევ ვან დაიკმა და არ ღვია თამაშის წესი რა. კადრს მიყვას სულ მასე ვან დაიკი არ ღვევს და ძალიან ცოტა დააკრა. ოდნავ სუსტი პასი რო გაეკეთებინა. ეგრევე გავიდოდა გოლი. აი ახლა ლაპარაკს ჯობია, ნაკლებად ვილაპარაკოთ და საქმე გავაკეთოთ, გავიტანოთ გოლები. თქვენ გამეწათ არხით, ალაიქით ვიდეო აუცილებლად. აქ ჰაკიმი ვისა გარბის ვისა. არა, პირველი ტაიმი ალბათ ეხა ჩაბერავს საჯი სასტვენში. და ესეც ასეც. დამთავრდა მეგობრებო პირველი ტაიმი, ძალიან დაძაბული თამაშია, მინდა გითხრათ. აქ კვარაცხელია, მოდი ფოდენა გამოვიყვანოთ, აქ ლამინი ამალი გამოვიყვანოთ, აქ კიდე გამოვიყვანოთ მოდი გამოვიყვანოთ ეს. მაგრამ მგონი ვერ მოვასწარი, კაი ხო იყო. კარგი მგონი ხო. ჰალანდი არა როგორ მეგონა ეხა როგორც გევიტანდი ძალიან მეგონა. კარგი მეგობრებო. ახლა მეგობრებო კიდევ გეტყვით რომ დაალაიქოთ, გამოიწეროთ აქ, იმიტომ რომ ძალიან გავიჭედეთ გამომწერებში 1162 გამომწერს ვარ და რავი ძალიან კაია კია, მაგრამ მეტიც შეიძლება. იმიტომ რომ 2 წელია უკვე იუთუბერი ვარ და 2 წელში ჩემი აზრით უკვე 2000-ზე მაინც უნდა ვიყო.
მაგრამ 2000 არ ვთხოვთ, კი იქნება, მაგრამ ეხა ამიყვანეთ 1300-ზე. მეტი ამინდა. არა, მეტი მინდა, მაგრამ მომიხვდით 1300 მინდა ეხლა. და პირდაპირ ჩვენმა როდრიმ თუ ვიღაცამ ჩვენ წვნელს მოაყვა, მე დავი თავში ბუთი. так, დემეტრემ კარგად ითამაშა, კაი ჩავნაფიქრი ქონდა, მაგრამ არ გამოვიდა. так, აფსაიდი, აი, მე თუ გითხავთ ახლა ჰალანდს, არ უნდა გაიკეთებინა აქ პაპესთვის პასი რა და თავისით უნდა ესაიქნა რა, ესაიქნა. აქ ჰალანდი მოყანდა რონალდო გამოვიყანოთ, კაი ჰალანდი. არ გიქნები მეგობრებო, ვაგრძელებთ აქ ცვლილება და სამმაგი ცვლილება დემეტრეს კენ რა და 70 წუთია ბიჭო. აუ, მიყვარს ისინი რა ქვია. პენალტების სერია ძალიან მიყვარს რა და იმედია მართლა ამის უგება იგორჩება. პენალტებამდე მართლა მივალ იმედია. პენალტებამდე ვეღარ მიგივარ. არა პრობლემა. არა, ჯარიმა მეგონა. ოპა, აქ ვისაც მაგივრად გეხვაწები რა. გამოვიყვანოთ რა, დემბელე კი არა, როდრიგო გამოვიყვანოთ იმედია. ვისაც მაგივრად 93 წუთზე გამოდის როდრიგო. და იმედია ეს მაინც იზამს რამეს. არა, აქ დემეტრე კარგად თამაშობს ძალიან. ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ ამ მომენტში ახლა ჩვენ ვაჭობთ. მას. ეკეთე, პენალტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავიტანთ გოლს აუცილებლად. და ერთი გათანაბრა ანგარიში რონალდო იტანს გოლს. აი რონალდომ აი ასეთი მაგარ გოლი შემოხვავაზა და ვაგრძელებთ ისევ თამაშს. და აქ ფოდენი შეტევაში. როდრიგო. არა, ვერ გავიტანეთ, ეხა შეგვეძლო რომ მოგვეგო ეს თამაში. დემეტრე ცოტა ავღანერიულეთ. მაგრამ ძალიან დაძაბული თამაშია. არავინ არ წარმოიდგენდა ეხლა გავათანაბრებდი ანგარიშს 86-ე თუ 99 წუთზე, რომ სადაც ილეოდა უკვე თამაშის, ანუ სადაც უკვე თავდებოდა თამაში, მეგობრებო. ეხლა ვინ გამოვიყვანოთ? ვინც უფრო დაღლილია ის. კაი, მოდი გამოვიყვანოთ. ტიმბერი გამოვიყვანოთ, დაცვა შევცვალოთ. ჰაკიმის ნაცვლად ტიმბერი გამოვიყვანოთ. აქ დემეტრემ ძალიან ცუდად თამაშა ეხა რივალდო. ძალიან ძლიერი პასი როდრიგოზე. აქ რონალდომ ჩაჭრა ეს პასი. მაინც არ გამოვიდა ჩაჭრა. არა. კაია გამოვსწორეთ. მაინც ჯარიმა დაიდო. კარგია, იმიტომ რომ შეიძლება ახლა გავიტანოთ გოლი, მაგრამ 32 იარდიდან ვითომ გავიტან გოლს. ცადოთ აბა ისტორიას თუ დავწერთ ხელ ახლა. ვაიმე კინაღამ. კინაღამ ახალი რეკორდი მოხსენით. რეკორდი კი არა, 36 იარდი მაქვს რეკორდი, მაგრამ 32-ის კაი იყო რა.
არ მაწადა დემეტრემ საჯარიმოში აქ რას ვიზამთ როდრიგომ გონი გაასწრო აუ ხილაკები ამერია მეხატავები უცებ შემთხვევით დამეჭირა მაღალზე პასზე ვაიმე რა გავაკეთე ვინც 1000%-იანი გოლი იყო ძმა ეს 10,000%-იანი რამე რო არ შემშლოდა რა ვიცმა რაღა ვთქვა ეხლა რო უკან შემომიბრუნდეს ეს შეცდომა ეგრე და პენალტების სერია მეგობრებო არა უშავს პაჩო აღარ გჯდება მოედანზე რედ კარდი მიიღო მაგრამ პაჩო მაინც ვერ დაარტყამს პენალტს რა სველია ჩვეულებრივი მიდი დემეტრემ კარგი მეგობრებო გავიტანა დემეტრემ აქ რონალდო აუ ნიკა ეს არ მინდა საით დაარტყამს არა ძალიან კარგად უტყავს რა პენალტსაც კარგად უტყავს ეს ბავშვი ვიდი იამალი არა ეხლა უნდა დავფიქრდე კარგად საით დაარტყამს ნეტა საით დაარტყამს აპა რა ავიღეთ ეხლა ცოტათი ოდნავ შანსი გვაქვს დღეს არაა ჩემი არა სულ ვიგებდი პენალტებში სერიას სულ ვიგებდი მაგრამ დღეს არაა ჩემი ანუ ეხა ფოდენზეა ყველაფერი დამოკიდებული და იმედია გაიტანა ფოდენმა გოლი და ეხა ნახოთ კორტუა რას იზამს კარში გოლი აპარა და ეხა გადამწყვეტი მეგობრებო თუ დღეს როდრიგო ეხა გაიტანს აი ამ უმაგრეს გოლს ხო მოგვიგო დემეტრემ ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა ყველაფერი ვეცადი მაგრამ მაინც მოგვიგო ბოლოს 1-1 დასრულდა და პენალტებში 2-1 მოგვიგო დემეტრემ ის ერთი გოლი რო გაეტანა როდრიგოს მშვიდობებით თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ გამოიწერთ არხი და მე კიდევ გავაგრძელებ ასეთი ვიდეოების გადაღებას თუ გამოიწერთ არხს